მე ამასთან დაკავშირებით მეგონი ყველაფერი გამოვხატე თქვი რომ ზოგადად სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მეორე პუნქტი თუ ვინმეს უბრალოდ ახლოსაა ძალიან მარტივად შეგიძლია მოძებნოთ და ნახავთ რომ სინამდვილეში მიუხედავად იმისა ვიღაცას მოსწონს თუ არ მოსწონს ეს ქმედება დანაშაული არ არის ანუ თავისი მცირე მნიშვნელობის გამო იმის გამო რომ ზოგადად ახლა სიტყვაზე ადამიანმა რომ მოიპაროს ასანთი დანაშაული არ არის ანდაზაში კი წერია რომ ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი ორივე ქურდიაო მაგრამ ნემსის ქურდი სამართლებრივად ქურდი არ არის შინაარსობრივად ხო და ზუსტად იგივე ტიპის ქმედება არის ზოგადად ის რასაც ჩვენ საქმე გქონდა მაგრამ ჩვენ ვიცით რომ არ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში როგორც ასეთი და ამ როდესაც არ ვცხოვრობ სამართლებრივ სახელმწიფოში სადაც სასამართლო არა ადამიანებს შორის მტკვარ მართლის და კონფლიქტის გამრჩევი დაწესებულება არამედ დაწესებულება რომელიც იცავს ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეებისგან ის სასაკვირველია ნებისმიერ რამეს გამოაცხადებს დანაშაულად და შემდეგ ამ ნებისმიერი რამის გამო რომელიც გუშინ დანაშაული არ იყო ერთ დღეს ციხეში აღმოჩნდება. ოცნებისთვის რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამაღლობელის პატიმრობა როგორ ფიქრობთ? ეს რაღაც ფორმალურ უკანდახევას გავს თუ აბსოლუტურად არა დგებუაძეზე წარმოების დაწყება? კაციტაძის უწყების მხრიდან. არ ვიცი, მე არ ამგონია რომ ზოგადად ეს ყველაფერი ყურადღების გადატანის ცდელობაა. მნიშვნელოვანი ამბიდან შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი ამის გამო არაფრით არ დამთავრდება ზოგადად ყურადღების გადატანა ჩვენ ახლა ჩემი აზრით თავარი რასაც ზოგადად აი ამ პროცესში რასაც უნდა ვხედავდეთ ქართული ოცნება რო არ იცვლება ამას ყველანი უნდა ვხედავდეთ დავაზუსტებ ნაკლებად მნიშვნელოვან ამბავს დგებუაძის საკითხს ხო აი დავაზუსტეთ ჟურნალისტის პატიმრობას მე ამასთან დაკავშირებით შეფასებულად გავაკეთა არ მინდა ჩვენს ეთერებში მესმის რომ ახლა სხვა ეთერია უბრალოდ ერდე მგონია რომ რატომღაც ადამიანებმა მოისმინეს ჩემი შეფასება და კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას რომ არ მოსულა ეგ რაც მოხდა მაგრამ ის რომ პირობითად შევიდეს რაღაცა დისკუსია იმაში რომ დგებუაძე არ დაგვიყენებ ეს პოზიცია უბრალოდ განსხვავებული აუდიტორიების ასეულს და სინამდვილეში მე მგონია რომ ახლა ზოგადად ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება ქვეყნის გარეთ ვიდრე ხდება ქვეყნის შიგნით და სინამდვილეში ჩვენ თლიანად უნდა თუ მარჩვენეთ ქართულ ოცნებასთან ბრძოლის ფარგლებში ან თუნდაც აი ამ ეს იყოს თავარი მიზანი ჩვენ უნდა გადავდიოდეთ ჩვენს გარშემო სამყაროში არსებული ამბების ბევრად უფრო სერიოზულ განხილვაზე, იმიტომ რომ ჩვენ არასწორი უბრალოდ მე არ მივიღებდი საკუთარ თავზე ამ კრიტიკას, იმიტომ რომ მე ეს არ გამიკეთებია, მაგრამ უდიდესი ნაწილი ჩემი კოლეგების ზოგადად იყო არასწორ ნარატივზე ქართული ოცნების კრიტიკის. იმ ნარატივზე, რომელიც ეწინააღმდეგება პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკას და პრეზიდენტ ტრამპის მიდგომას. მე სწორედ მაგალითისთვის გეტყვით, გუშინ იყო მაგალითად ძალიან ცნობილი ინტერვიუ ბატონ რუხაძესთან ერთ-ერთი თქვენი კოლეგის, რომელსაც საზოგადოებაში გახმაურებული ყურადღება გამოიწვია, მაგრამ აი რა უნდოდა ბატონი რუხაძის პოზიციების, როგორ გითხრათ, გაბათილებას თუ შენ სწორი ნარატივით მიუდგებოდი, მაგრამ ქართულ ოცნებას ბოლო პერიოდის განმავლობაში იმდენად არასწორი ნარატივით არ აკრიტიკებენ, რომ იქ ისინი სუმართლები გამოდიან, ან უმეტეს შემთხვევაში მართლები გამოდიან. მე ერთი მაგალითი მინდა გითხრათ ამასთან დაკავშირებით. მართლაც ჩანდა იქ თუ მანიპულირება. არა, მარტივად გეტყვით, აი არა, ჩემი აზრით რუხაძემ დაახლოებით 20 ფაქტობრივი და ლოგიკური შეცდომა დაუშვა. მე გეტყვით ჩვენ მოვიწვიეთ და გვაქვს წინასწარი თანხმობა, რომ ჩვენს ეთერშიც იქნება დისკუსია ამასთან დაკავშირებით. დიახ, ყოველ შემთხვევაში წინასწარი თანხმობა გვაქვს, როგორც მე ვიცი. მაგრამ ახლა მოდით ესე შევხედოთ სიტუაციას. აი ერთი მარტივი მაგალითი მინდა. მთელი გადაცემის განმავლობაში ბატონ რუხაძე საუბრობდა იმას, რომ მას იმიტომ აქ იმედი, რომ ნაცები არ დაბრუნდნენ. და ამავდროულად ნაცები არის ყველა გარდა გირჩისა. კი, და აი შეიძლება კონტექსტში გახსენოთ. დიდი მადლობა. ანუ მე ამას მართლა პოზიტიურ კონტექსტში მივიჩნევ და მე ასევე პატივს ვცემ მის ინტელექტს, რომელიც გუშინ ძალიან ცხადად გამოვლინდა. მაგრამ ღირებულია თქვენთვის მისი ინტელექტი ზოგადად ღირებულია, მაგრამ არა კაცო, ფაქტის აღიარება. გეტყვით, დამასრულებინოთ. ერთადერთი მინდა რომ დამასრულებინოთ. კი ბატონო, თან ჩაგაგიდგა. ნახეთ, სინამდვილეში ამაზე პასუხი ხო მარტივი იყო, რომ შენ თვითონ ამბობ, რომ გირჩი ნაცი არ არის. და შენ თვითონ ამბობ რომ იმიტომ ხარ იმაში ამ რაღაცა გაუგებრობაში რომ საერთოდ არ გინდა არ სიამოვნებს გაუბედურებს რომ ნაცები არ დაბრუნდნენ იმის პარტია რომელიც შენ თვითონ მიგაჩნია რომ ნაცი არ არის შენს ეთერში 2 წლის განმავლობაში რატო არ ყოფილა ის ადამიანი ვისაც ამბობ შენ თვითონ ანუ ეს ხო გასაგები მინდა და ეთერში არ გიწევენ დიდი ხანი კომენტარები გადის კი კომენტარებიც არ გადის თქმებია შეიძლება წელიც მაგრამ არ ყოფილა რომ 2 წელზე მეტია. უბრალოდ ხა წარმოვიდგინეთ, თუ შენ უბრალოდ ამბობ რომ ამ ნარატივში გინდა შენი სტუმარი, რაღაცნაირად ამხილო, რომ არ არის ის მართალი. შენ ხო შეგიძლია რომ
ის ნარატივი აიღო, რომელთაც თამაში იგებ. მე რა რო ეს ნარატივი გირჩის არის. უბრალოდ იცით რა არის პრობლემა? ყველა ნარატივი, რომლითაც ქართული ოცნების ლოგიკაში და არგუმენტებში დამარცხება შეიძლება. ტრამპის არგუმენტებით ამათი განადგურება შეიძლება ლოგიკურად. ის ყველა გირჩული არგუმენტია და თელმა მედია სივრცემ და პოლიტიკურმა სივრცემ წინასაარჩევნო და დღესაც შეკრა პირიდო ეს არგუმენტები არ ეხსენებინათ. მაგრამ სხვა არგუმენტებს ისინი უბრალოდ აბათილებენ. იმიტომ რომ სხვა არგუმენტებში როგორც წესი მართლები არიან და სადაც ცოტა მაინც მართალია, იქ მე დანარჩენი შეუძლია პროპაგანდით კარგად ეს არგუმენტები კიდევ ერთხელ. არა, იცით როგორ არის? მე ახლა დღეს ამინდა ეს შამარ. მე ერთი არგუმენტი გითხარით, მაგრამ მე შემიძლია ჩამოთვალო 20-მდე ეს არგუმენტი და აი კრიტიკულად რომ მეუდგე საკუთარ თავს, 10 ისეთ იქნება რომ კონტრარგუმენტი არ იარსებებს. მაგრამ იცით როგორ არის რომ მაშინ წესიერად უნდა შეარჩიო ბრძოლის სტრატეგია. მე არ მინდა ჟურნალისტ შეურაცხყოფა მივაყენო, ის არ იყო მომზადებელი ასენ. არ არის ეს ჩემი საქმე. ეს ნარატივი, რა ნარატივითაც ისინი და ზოგადად ქართული მედია კოცებს ებრძვის, ჩემი აზრით არის მცდარი ნარატივი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტრამპმა გაიმარჯვა ამერიკაში და უკვე გასაგებია რომ ის ლიბერალური ვოუკ ნარატივი რომელსაც არ გამოდგება კოცების დასაწინააღმდეგ. სწორი ნარატივი რა არის? კი გეტყვით რაცაც მე. სწორი ნარატივი არის ის რომ ახალ არგუმენტებს ჩვენს მაყურებელს ეთერისთვის ახალ მისაპასუხო არგუმენტებს, მაგრამ თქვენთანაც არ მაქვს მე პრობლემა. უბრალოდ მე ხო არ ვიცი ფორმატი არ ვიცი, მე ხო თქვენი ის არ ვიცი გადაცემის თემა არ ვიცი. მე უბრალოდ კონკრეტულ რაღაცას გეუბნებით რომ თუ ჩვენ ამ წუთას გვინდა რომ ეს ბრძოლა მოვიგოთ არგუმენტებით, მოვიგოთ თან ტრამპის ადმინისტრაციისთვის გასაგებად, აი ეს ხალხი, ჩვენი ძვირფასი მეგობრები, ერთმანეთთან დალაგებული რომ მიდიოდნენ და ტრამპს ეტენებოდნენ. უბრალოდ ვინ რა ზომაზე შეძლო შეტენვა, ეს იმის მიხედვით იყო, ვინცად შეაღწია რომელ ოთახში. ეს კი არ არის მთავარი. მთავარი იცით რა არის, რომ ჩვენ დავსვამდეთ კითხვას ახლა, რომ მაგალითად განათლების სამინისტროს რო ტრამპი აუქმებს. ვინ ეთანხმება საქართველოში ამ იდეას? ვის ქონდა ნათქვამი ადრე ეს იდეა და დღეს კოცები რომელიც კომისიას ქმნიან განათლების სამინისტრო უკეთრონ და დარეგულირონ. ვინ არის ოპოზიციაში ისეთი რომელიც ეუბნება რომ ცდები შენ არატრამპულად იქცევიო. ესე რო უთხრას ვინმე. წარმოიდგინეთ რომ კოცებს ხომ მთელი ინტერესი ახლა აქვთ რომ რამენაირად ტრამპთან დავაგდნენ. ოპოზიციის ეს ნარატივი რომ ვიქნებით ვოუკები, ვივლით რაღაც ინაუგურაციაზე მოწვევით თუ მოწვევის გარეშე, ამის იმედად დარჩენა ხო არ შეიძლება. ხო უნდა დავდიოდეთ ახლა მედიაც და პოლიტიკოსების და ვამბობდეთ, ვეძებდეთ იმ ხალხს, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის დღევანდელი ადმინისტრაციის გეგმას, როგორც ისინი უყურებენ სამყაროს განვითარებას, საკუთარი ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკას, ვიღაცა ხო უნდა იყოს, რომელიც აი ხოცებთან მივადა ეკითხება, რომ აი თქვენ განათლების სამინისტროს აუქმებთ თუ აძლიერებთ? თუ აძლიერებთ მაშინ რატო ხართ თქვენ თავარი ტრამპისტები ქვეყანაში? ისინი გეტყვიანო, იმიტომ რომ ჩვენც ვთქვით, უფრო ჩვენც ვთქვით, ისა ქალი-ქალია და კაცი-კაციაო. ამაზე ხო ვიღაცამ უნდა უთხრას, რომ თქვენ მანამდე 11 წელი სხვა რამეს იძახდითო. თქვენ თვითონ ხდით ამ კანონებს და გილჩმა რომ კანონი შემოიტანა. ამაზე ქალი-ქალია, კაცი-კაცია მართლა რომ ასახულიყო დანარჩენ ქვეყნის კანონმდებლობაში. და ისა ტრანსგენდერის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, ქალის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული არ ჩათვლილიყო. აი ეს ხო ცხადი არის რომ ამაზე კონტრარგუმენტი არ იარსებებს. არც ბაშინ ბატონ რუხაძეს ეკნებოდა გუშინ კონტრარგუმენტი. მაგრამ იმისთვის რომ ამას მივაღწიოთ და შევძლოთ არგუმენტებში კოცების დამარცხება ვიღაც გიჟები კი უნდა დიოდნენ სტუმრად. მართლა ჩვენ უნდა ვიჯდეთ. ან ხალხი, რომელიც ჩვენი არგუმენტებით ელაპარაკება იმას, იმიტომ რომ ჩვენი არგუმენტით მოიგო ტრამპ მარჩევნები და ჩვენი არგუმენტებით დაელაპარაკება კოცებს. რუხაძის მოტივი რა იყო ამ შემთხვევაში? ეს ცვლილებები, რაზეც საუბრობთ, იგრძნო რომ შეიძლება შეეხოს მას ოღონდ არაპოზიტიური. არა, უკვე გუშინ რუხაძე. რა იყო მიზანი? მიზანი იყო გაენადგურებინა ბოლო რამდენიმე თვის ოპოზიციური ნარატივი. საქართველოში რამდენიმე ინტერვიუა სულ მისი ასეთი ვრცელი მგონი არც ერთი. ნახეთ რას უკავშირებთ ამ გააქტიურებას? 5 კადრი გვაქვს ალბათ ჯამში. კი ბატონო, გეტყვით, ანუ ძალიან მარტივი ამბავი იყო, მან ცადა, ანუ ჯერ ერთი ის იმედის მთავარი ადამიანია. ვის გაუკვირდება მისგან თქვას, რომ პროპაგანდისტი ვარო. შესაბამისად მოვიდა პროპაგანდისტი, დაჯდა და გაანადგურა ოპოზიციის ბოლო თვეების მთავარი ნარატივი. ოღონდ განადგურა, იმიტომ რომ უბრალოდ არასწორი მეთოდით ებრძოდნენ. ანუ მაგ ნარატივში მართალი იყო. უბრალოდ სხვა რამეა პრობლემა საერთოდ, მართლა სხვანაირი დისკუსიაა საჭირო და ქართული მედია თუ პოლიტიკური სივრცე უნდა ყოფილიყო მომზადებული იმისთვის, მე გუშინდელ გადაცემაზე არ ვიძახი. დისკუსიებით, ჟელობებით, რაღაცებით, რომ უბრალოდ ბატონ რუხაძე ვერ მოსულიყო ამ მიზანი, თუ რაღაც ქართულ ვინ იყო მისი აუდიტორია, მისი მაყურებელი, მიზანი იყო ოპოზიციის განადგურება, ოპოზიციის თავისი ამორჩევი, მისი მიზანი არის ქართული ოცნების
ხელისუფლების პროპაგანდა. აი ეს თქვა არც დაუმალავთ. თუ შტატებს ელაპარაკებოდა სანქციების შიში ჩან დასხვებმა დაინახეს ეს ეს კაცო მეშინია არ მიხარია სანქცია თქვა გიჟი ხო არ არის ანუ ის ამ ადამიანს არ დაუტოვებია საბჭოო გიჟია ხო არა თქვა მეშინია მაგრამ თქვა რომ ამერიკის მოქალაქე ვარ არ მემუქრება არა არ მემუქრება მაგრამ არავის არ უნდაო ისის თქვა რომ არავის არ უნდაო მას ახლა შეიძლება ფიქრობს რომ მანამდე სხვა ვინმეს დაემუქრება მაგრამ ბიძინა რომ დასანქცირებს იქ როგორ შეიძლება დაზღვეული იყოს ვინმე დასანქცირებისგან თვითონაც მეგონი ძალიან კარგად ესმის მაგრამ ნახეთ კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ აი ნახეთ როცა კითხეს ვინ არის ნაცებიო თქვა რომ ნუ ორი ნაცური პარტია ეგრევე დაასახა ლელო ჩემი მეგობრები იყო ვიღაცები მაგრამო ნუ ახლა როცა ნაცების გვერდით დადგენა და თქვენსო რომ არავის არ შეუკლავთ კოალიციას ხოცებს არ შეუკლავთ კოალიციას მაგათმა და გახარიებმა შესაბამისად რა გამოდიოდა ავტომატურად ეს ხო ავტომატურად მარტო ნაცებს უკრავდი იმასო მე ხო მარტო ამას ვაპარაკობდი მათ შორის რამდენჯერ ამ ეთერში ვილაპარაკია რომ აი ჩვენ ამბობს არ ნიშნავს რომ ანბანური ჭეშმარიტებაა და არა ანბანო არ არის ეგრე მაშინ კონტრარგუმენტი რატო არის თქვა მაშინ რატო არის თქვა კონტრარგუმენტი რომ თურმე საჯარო სივრცეში არა პოლიტიკურ არგუმენტს თუ ჟურნალისტი ვერ იტყოდა ხო ვერ იტყოდა იმიტომ რომ ვერ იტყოდა რომ ეს კონტრარგუმენტი მანამდე არ თქმულა იმ ხალხის მიერ ვინც მან დაასახელა არ თქმულა ლელოს მხრიდან არ თქმულა არც ჩვენ ხო სულ კითხულობდით და ჩვენ როდესაც მე როცა ვამბობდი რომ მე ვითანამშრომლებ ყველასთან ამის გამოს არიცხად მაშინ ამავე ეთერში რო ხალხი დამესია ხო გახსოვთ ხო და გეუბნებით რომ ეს არის მცნარი ტაქტიკა მოდით თუ გამოსავალი გვინდა თუ არ გვინდა რომ ამაღლობელისნაირი ადამიანები კიდე მოხვდნენ ციხეში თუ არ გვინდა რომ ხოცებმა უკეთ დაალაგონ ტრამპის ადმინისტრაციასთან ვიდრე ოპოზიცია და ამითი საქმე არ გაფუჭდეს ოპოზიციური მოდით წესიერად შევიცვალოთ არ იყო ეს დისკუსია გაცდა ეთერს და სოციალურ ქსელებში ბევრი კითხვა დაგისვეს და სხვა ეთერებშიც იყო თუ სწორად ამ თემაზე რომ აი აპელაციის განცდა როცა გაჩნდა ოცნებასთან თქვენ ამ დისკუსიას გულისხმობთ აქ ფორმულაზე არა მე გულისხმობ ზოგად მედია ნარატივს ერთ-ერთი ამის კლასიკური მაგალითი იყო ამ სტუდიაში და გეუბნებით რომ მცდარი იყო თქო მათ შორის ანუ თქვენმა საჯაროდ დაადასტურა ბატონმა მიშავშვილდაძე მის რომ ჩვენ ვიცოდით რომ 35%-ით ხოცების ხრიდან გადაკვეთა ქონდაო თქვენ 35%-ით 10 გახარიასთანო და თუ ეს იცოდი ხო ძალით წაგიგია რომ მე წინა რა წამომწიე და ხოცებზე ხმა არ წამართმევინე თუ ეს იცოდი და გეუბნებით რომ ასეთი ტიპის კატასტროფული შეცდომები როგორც ქვეყნის შიგნით რაც ამას მოყვა როგორც ქვეყნის იგივე მოყვება ქვეყნის გარეთ ხო და მოდით ახლა დაულაგდეთ ჩვენ ვიცით ტრამპმა როგორ მოიგო არჩევნები რა გეგმა ქონდა რა საპირებს თვითონ მიმართულებით მაინც ყველას აბრალებს საკუთარი თავის გარდა ხო მე მგონი მოდი ამ ახლა მინდა ამაზე ლაპარაკი სხვა რაღაცა მინდა არ მოგვისმენია ხო მაგაზე უკეთო სერიოზული განხი უძრო მაგრამ ამ წუთას გეუბნებით მალე ძალიან მალე როცა ის ინფრასტრუქტურა რომელზედაც აქამდე იდგა მედია და პოლიტიკური რაღაცა ის ჩამოიშლება იმიტომ რომ საწყისი ამერიკაში ჩამოიშალა ხოცები ცდილობენ ისარგებლონ იმითი რომ საწყისი რაზეც ხოცების კრიტიკა აქ იდგა ამერიკაში ჩამოიშალა მაგრამ ხოცები ამის მიუხედავად გასაკრიტიკებელი კი არ არიან კაცო ზუსტად ასევე არიან სოციალისტები და ვოუქები და მოდი ახლა შევისწავლოთ ამერიკელებს რა უნდოდა საფუძველი აქვს რომ აი ამ ვითარების ჩამოშლით რასაც ამბობ დაიჭირონ თევზი ამ წყალში და ისარგებლონ რა თქმა უნდა უდიდესი რესურსები აქვს ნუ რა წარმოიდგინეთ ოცნების ხელისუფლება საკუთარ ტრამპი რო გამოვიდეს და უბრალოდ რო ჩათვალოს რომ მას ანუ აი კონკრეტული ინტერესი ამ ქვეყანასთან დაკავშირებით ვინაიდან ოპოზიციაშიც ვოუქები არიან ხელისუფლებაშიც ვოუქები არიან ერთიც დიქტატორები იყვნენ მეორეც დიქტატორები არიან აქ არჩიოს ახლა დემოკრატიის ბედი უბრალოდ დაიკიდოს ეს ამბავი და სხვა საქმეს მიხედოს სხვაგან რამე შეთანხმებას მიაღწიოს ეს არის საფრთხე ქართული ოცნება ამას ჩალიჩობს გესმით და მე მინდა რომ ჩვენ მოდი ბაზრზე მოვიდეთ და რაღაცებზე ვთქვათ რომ არასწორი იყო მე თქვენ არ გეუბნებით ამ წუთას მთელი პოლიტიკური სპექტრი თქვას რომ დაკეტილია სივრცე და ერთ-ერთი პარტიის და ბედიის ლიდერი დღეს რო იძახის რომ რა დროს ახლა რუხაძის იმაზე განცხადებებზე ლაპარაკია ამ დროსო ეს ხო თვალის დახო სირაკლემას დიახ ნიკაგვარიანას გულისხმობ ეს ხო უბრალოდ ყველაზე ქოცური საქმე და თვალის დახუჭვა არის ხო და მოდი თვალი არ დავხუჭოთ დავინახოთ პრობლემა რა შესაძლებელსაც უშვებდით მე მზად ვარ ყველას გაპატიოთ მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ამ ადამიანებს მართლა დაინახავენ რომ რა პრობლემის წინაშე დავდექით ამ არასწორი რაღაცის შედეგად და ამერიკაში უბრალოდ ვიღაცის მოსაწვევზე სირბილი არ უშველის ჩვენ პრობლემას მართლა სერიოზულად გვაქვს ტრამპთან სალაპარაკო და ამის შემოწმება მარტო ერთი კრიტერიუმით შეიძლება ხელისუფლების კრიტიკა იმ პროგრამასთან მიმართებით რაც ტრამპს აქვს ამერიკაში რომ დაინახოს იმ ადამიანმა თან გავაკეთოთ ეს პლატფორმა X-ზე და ამასაც ყველა ეთერით მოუწოდებ ადამიანებს და თქვენც მოგიწოდებთ რომ დამეხმაროთ ამაში რომ აი როგორც NBA vote-ს ზაზაფაჩული აქ გქონდა
აი ეგრე უნდა ახალი თემა NBA vote არ ვიცი, მაგრამ vote Georgia უნდა მოვიფიქროთ. ან რაღაცა უკეთესი მოვიფიქროს, ვინმე გეგმა მნიშვნელობა არ აქვს. ყურადღების მისაქცევად. ყურადღების მისაქცევად, ყურადღების მისაქცევად ახლა რომ მოგვაქციონ ყურადღება ინფორმაში არ ვართ რომ მოგვეწონოს. ტრამპმა რო ახლა ჩვენ მასკმა ქართულ მედიას და პოლიტიკას ყურადღება მიაქციოს, ოპოზიციურმა არ გვაწყობს. ამისთვის საჭირო არის ჯერ ჩვენ თვითონ კარგად შევისწავლოთ იმათ რითი მოიგეს, რისი გაკეთება უნდათ სამყაროში და მათი გადმოსვლა როგორც ევროკავშირის დირექტივები მქონდა ადრე. რატომ არ გვაწყობს ამ ნარატივებამდე, რაზეც საუბრობთ, დარჩება მხედველობის მიღმა, ძალადობა, ადამიანებზე ტრები არიან ჩვენი ოპოზიციონერები, სულ ტრები იყვნენ. აი წარმოგიდგენთ, გაშლა ადამიანის უფლებების დარღვევა და ამ შემდეგ. როგორც ჩვენი ოპოზიციონერები და მედია საშუალებები უყურებდნენ ადამიანის უფლებებს, როგორც უყურებდნენ ზოგადად პოლიტიკას, როგორც უყურებდნენ ნარატივებს, რომელიც ამ ქვეყანაში მოძრაობდა, ის ნარატივები დაამარცხა ტრამპმა ამერიკაში. ანუ ტრამპი გამოვიდა, რომ არის ქართული ოპოზიციის მტერი ამერიკაში, ოღონდ ვისი მეგობრებიც ესენი ამერიკელებთან იყვნენ. ახლა ესენი ცდილობდნენ, რომ რამენერად შეუძლინენ ტრამპს და ამიტომ აკეთებენ სხვადასხვანაირ მოძრაობებს. მაგრამ გეუბნებით, ყველაზე სწორი და არა შეურაცხყოფელი მოძრაობა არის ის, რომ ნახო იმ ხალხს რა უნდა, რისთვის იბრძვიან სამყაროში და ეცადო, რომ აჩვენო შენი თავი რა წვლილს შეიტან ამაში. ეს გვაქვს გასაკეთებელი, ეს გვაქვს გასაკეთებელი რითაც შეგვიძლია. ეს გვაქვს გასაკეთებელი X-ზეც და ეს გვაქვს გასაკეთებელი პირველი შიგნით, რომ უბრალოდ მართლები ვიყოთ ერთმანეთთან და ერთად შევძლოთ ამის გაკეთება, თორე ამ წუთას ჩვენ რო გამარჯვებას ზეიმობთ, სინამდვილეში ის თვითონ ჩვენი მეგობრები რო იყვნენ, ის ხალხი ტრამპმა დაამარცხა და კოცები ახლა ტრამპთან დაალაგებას ცდილობენ. ხო და მე ყველაფერი უნდა გავაკეთო, ისე როგორც თქვენ ყველაფერი გააკეთოთ, რომ ტრამპთან ქართველმა ხალხმა დაალაგოს და არა კოცებმა. მადლობა იაგო.